თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკა მელიას პროცესი დაიწყო. სასამართლოს მიმდებარედ პოლიციის მობილიზება. ჟურნალისტებს შენობაში გადაღების უფლებას არ აძლევენ. მელიას მხარდამჭერებს კი სასამართლოს ეზოშიც კი არ უშვებენ. აცილების პროცესიდან ზოგადად სისტემიდან ჭანდაბისკენ. წესრიგისკენ მოგიწოდეთ. წესრიგისკენ მოგიწოდეთ სასამართლო. პოლიციელ მირიან ქავთარაძის შეურაცხყოფის ფაქტზე თორნიკე სხვითარიძეს 5დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. კოალიცია ცვლილებისთვის წევს ანი ქავთარაძეს კი 5,000 ლარიანი ჯარიმა. მოსამართლე ნინო ენუკიძის მიერ გადაწყვეტილების გამოცხადებას ხმაური მოჰყვა. 20 წლის ლიკა ლორთქიფანიძეს, რომელსაც მარიამ ლაშხის შეურაცხყოფას ედავებოდნენ, სასამართლომ 12დღიანი პატიმრობა შეუფარდა. ამერიკელი სენატორი სტივ დეინსი საქართველოში შეხვედრებს მართავს. ის უკვე შეხვდა სალომე ზურაბიშვილს. მოგვიანებით კი ირაკლი კობახიძეს, რომელთანაც შეხვედრის შემდეგაც X-ზე დაწერა, რომ მტკიცედ მოუწოდა საქართველოს მჭიდროდ ითანამშრომლოს პრეზიდენტ ტრამპსა და მის ადმინისტრაციასთან. მანამდე ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სენატორი ტრამპისა და რუბიოს მთავარი პრიორიტეტების გაჟღერებას გეგმავდა.